ვუყურებ თქვენს გადაცემებს და მიხარია რომ დღეს ისეთი პოდკასტი, ისეთი ბლოგი გაქვთ, რომელიც აუცილებელია რომ იყოს ელექტროდენის კი არ იყო. მახსოვს პირველი ნატურა, მახსოვს პირველი რადიო და მithumes პირველი ტელევიზორი. სხვა შანსი არ გქონდა ჩვენი თაობის ხალხს. ჩვენი ოქსფორდი მოსკოვი იყო. მართალი ხართ კი ბატონო. დავაბანდე აქ ჩემი კაპიტალი. შემდეგ ჩამომყავდა ინვესტორები, მილიარდერები, წარმოვიდგინეთ თქვენ. ეს ინვესტორები მე როგორ მოვიზიდე, ჯერ ჩემი კაპიტალი ჩავდე. დიახ. ვაჩვენებდი რომ აი ეს ჩემია, ეს ჩემია, ეს ჩემია. აი ეს პროექტი მაინტერესებს ის ჩვენებურები. ეს იყო ის პროექტი რომლის გამოც პრობლემები შეგეძნა. ანუ მან როგორ იყო ახლა საქართველოს დიასპორა, ასე იყო მისი სახელწოდება, საქართველოს დიასპორა ხიდი სამშობლოსთან. იცოდა რომ მალე დაეკარგებოდათ ხელისუფლება და ამიტომ ჩქარჩქარა დაიწყეს და პირდაპირ რესტორან ბაბილოში, ესე იგი ცნობილი დაჭერის კი და იქ ალბათ ერთი 15 მსუბუქი მანქანით, პაპარაციებით, ამბავით და მათ წინაშე დამაპატიმრეს. 2 წელიწადი მე პრაქტიკულად ვიყავი გლდანის მკაცრ საპატიმროში, როდესაც კანონით ადამიანს ეკუთვნის თანაც განაჩენში მე მიწერია საერთო რეჟიმის კოლონია. წასული რეჟიმის სასამართლოს ბრალზე რა სიტყვით. ხო ძალიან კარგად იცოდნენ რომ თქვენ თაღლითი არ ბრძანდებოდით. ეს გააკეთეს იმიტომ რომ შეჩერებულიყო ის პროექტები, სადაც ვალდებულება ჰქონდა თქვენ შესასრულებელი და ციხიდან ამას ვერ შეასრულებდით და წაერთმია თქვენთვის ეს ქონება.